მოგესალმებით, ბატონო პრემიერ-მინისტრო, საქართველოს მთავრობის წევრებო, საქართველოს პარლამენტის წევრებო, კოლეგებო, ღრმად პატივცემულო სტუმრებო, ამ დაწესებულების თანამშრომლებო, ძვირფასო თანამშრომლებო, მოგესალმებით. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე პირდაპირ მინდა სიტყვა გადავცე საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ჩვენ მთავარ გულშემატკივარს, გთხოვთ ბატონო ირაკლი. მოგესალმებით, ქალბატონებო და ბატონებო, პირველ რიგში მოგესალმებით სამედიცინო საზოგადოების წარმომადგენლებს, ღრმად პატივცემულ ადამიანებს, რომლებიც ზრუნავთ ადამიანების ჯანმრთელობაზე ჩვენს ქვეყანაში, მოგესალმები მინისტრებს, პარლამენტარებს, თითოეულ თქვენგანს. ჩვენ დღეს ვიწყებთ ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის თვისებრივ განახლებას, რეალურად ვიწყებთ ახალი რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას. თქვენ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის კლინიკას აქვს ნახევარსაუკუნოვანი ისტორია, 1973 წელს გაიხსნა ეს კლინიკა, როგორც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მრავალპროფილური საავადმყოფო. აქ ათწლეულების მანძილზე ფუნქციონირებდა სხვადასხვა პროფილის განყოფილებები, მოღვაწეობდნენ სხვადასხვა სამედიცინო სფეროს გამორჩეული წარმომადგენლები კლინიკაში, ათწლეულების განმავლობაში მრავალი პროფესიონალი ექიმი აღიზარდა. კლინიკა ასევე იყო მძლავრი საგანმანათლებლო დაწესებულება, ეს იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სასწავლო ბაზა, სადაც 14 კლინიკური კათედრა ფუნქციონირებდა. რესპუბლიკური საავადმყოფო წლების განმავლობაში იყო ნამდვილი ფლაგმანი მედიცინის ყველა დარგში ჩვენს ქვეყანაში, როგორც წესი საქართველოში პირველად სწორედ აქ ხდებოდა სიახლეების, ნოვატორული მიდგომების თუ მეთოდების დანერგვა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც ურთულეს პერიოდში სწორედ რესპუბლიკური საავადმყოფო წარმოადგენდა მთავარ სამედიცინო დაწესებულებას ჩვენს ქვეყანაში. დღეს ჩვენ საფუძველს უყრით მშენებლობას, რომელიც სრულიად ახალ სიცოცხლეს შესცემს რესპუბლიკურ საავადმყოფოს და ახალ სიცოცხლეს შესცემს ამ ხანგრძლივ ტრადიციებს. რესპუბლიკური საავადმყოფოს განვითარების ახალი კონცეფცია არის შემუშავებული საერთაშორისო პროფესიონალი ექსპერტების რეკომენდაციების გათვალისწინებით და ეს მიზნად ისახავს არსებული ტერიტორიის მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების და ინფრასტრუქტურის სრულ რეაბილიტაციას, ახალი საავადმყოფოების და სამედიცინო ბლოკების მშენებლობასა და სარეკრეაციო ზონების მოწყობას, რაც ასევე მნიშვნელოვანია მთლიანად ინფრასტრუქტურის სწორად განვითარებისთვის. ჩვენ თავის დროზე გქონდა საუბარი იმაზე, რომ შეიძლება ამ ტერიტორიის ნაწილი გამოყენებულიყო არასამედიცინო მიზნებისათვის, თუმცა საბოლოო ჯამში ჩვენ გადავხედეთ ამ გადაწყვეტილებას და ვფიქრობთ, რომ მთლიანი ტერიტორია სწორედ სამედიცინო დანიშნულებით იქნეს გამოყენებული და ეს ყველაფერი უნდა მოემსახუროს ასევე რა თქმა უნდა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის საჭიროებებს. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სარემონტო სამუშაოები მთლიანობაში 100.000-მდე კვადრატულ მეტრს მოიცავს, არის ძალიან მასშტაბური სამუშაოები, რაც ჩატარდება. მშენებლობისას გამოყენებული იქნება ეკოლოგიურად სუფთა მასალა და თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიები. შესაბამისად, ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენი მოქალაქეები მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას თანამედროვე, კომფორტულ და ფუნქციურად სრულად გამართულ გარემოში მიიღებენ. ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ სამშენებლო სარეაბილიტაციო სამუშაოები წარიმართება ისე, რომ არ შეჩერდება კლინიკის ფუნქციონირება, როგორც მოგეხსენებათ, ეს იყო სამედიცინო პერსონალის ძალიან მნიშვნელოვანი ლეგიტიმური მოთხოვნა, რაც ჩვენ სრულად გავითვალისწინეთ. არსებულ შენობებში რეაბილიტაციის შემდეგ იფუნქციონირებს სტაციონარი, რომელიც 4 საწოლზე იქნება გათვლილი, სხვადასხვა თერაპიული თუ ქირურგიული მიმართულებით იფუნქციონირებს. ეს სტაციონარი ფსიქიატრიული გადაუდებელი დახმარების და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტები იქნება აქ განთავსებული. განვითარდება სერვისები, ასევე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ცენტრალური სისხლის ბანკი შეიქმნება, მოეწყობა სასწავლო და საკონფერენციო სივრცეები. ყველანაირი სივრცით იქნება აღჭურვილი ახალი რესპუბლიკური საავადმყოფო. აშენდება ახალი 250 საწოლზე გათვლილი ნაგებობა, რომელიც ორიენტირებული იქნება ისეთ სპეციალიზებულ მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო სერვისებზე, როგორც არის ორგანოთა ტრანსპლანტაცია, კარდიოქირურგია და ასე შემდეგ. განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა ონკოლოგიურ მიმართულებას, ასე შეიქმნება უახლოესი აპარატურით აღჭურვილი ბირთვული და სხივური მედიცინის დეპარტამენტი, აშენდება ახალი თანამედროვე სტანდარტების ბავშვთა ინფექციური ბლოკი. აქვე განთავსდება GMP სტანდარტების შესაბამისი მედიკამენტების მარაგის საწყობი. დასრულების შემდეგ რესპუბლიკური საავადმყოფო გახდება თანამედროვე მძლავრი მრავალპროფილური სახელმწიფო კლინიკა, რომელიც სულ მცირე მთლიანობაში
700 საწყალზე იქნება გათვლილი და სადაც ათასობით ექიმი, თანამშრომელი იზრუნებს ჩვენი მოქალაქეების, არა მარტო ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. მე მინდა მოგილოცოთ ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაწყება, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ამ პროექტის განხორციელება სრულიად ახალ სიცოცხლეს შესცემს რესპუბლიკურ საავადმყოფოს, საუნივერსიტეტო კლინიკას და რა თქმა უნდა ხელს შეუწყობს საქართველოში მედიცინის სფეროს კიდევ უფრო მეტად განვითარებას. დიდი მადლობა ყურადღებისთვის. წარმატებები უნდა გესცათ. ჩვენ როგორც აღინიშნა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შევეცადეთ რომ მაქსიმალურად ყველა შესაძლო საჭიროება, ყველა შესაძლო ვერსია განგვეხილა საიმისო თუ როგორი იქნებოდა საუკეთესო მომავალი ამ დაწესებულებისთვის, რომელიც მართლაც იმსახურებს არა უბრალოდ დაფასებასა და პატივისცემას, არამედ მას სავსებით სამართლიანად აქვს უზარმაზარი ამბიცია რომ იყოს ერთ-ერთი ცენტრი მომავალშიც, როგორც ეს 10 წლეულების განმავლობაში ყოფილა ამ ქვეყანაში. მე მინდა ვიდრე უშუალოდ ამ კონცეფციას, რაზედაც ვიმუშავეთ, მის ძალიან ზოგად შტრიხებს წარმოგიდგენდეთ და ვიზუალურ მასალასაც გაგაცნობდეთ, მინდა კიდევ ერთხელ ამ შესაძლებლობით ვისარგებლო და უღრმესი მადლობა გადაუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს მართლაც არნახული მხარდაჭერისთვის. მხარდაჭერისთვის, რის გარეშეც ძალიან ბევრი სირთულე გადაულახავი იქნებოდა ამ დაწესებულებისთვის და მისი მომავლისთვის. ამიტომ მთლიანად მთელი ამ დაწესებულების კოლექტივის სახელით და მთლიანად ყველა ამ დაწესებულების გულშემატკივრის სახელით მინდა უზარმაზარი მადლობა გადაგიხადოთ აი ამ მხარდაჭერისთვის, თანადგომისთვის და ეს რეალურად დამაიმედებელია. ასევე არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ თუნდაც აი ამ დეტალებში სიღრმეებში ჩასვლა, რომელიც აი აქ იყო სულ ახლახან დემონსტრირებული კონკრეტული ფაქტების და გარემოებების შესახებ, სამომავლო გეგმების შესახებ სრული ინფორმაციის ქონა პრემიერ-მინისტრის მხრიდან მართლაც დამაიმედებელია. ამრიგად ვიტყვი დღეს არსებულ ვითარებას, რომელიც გვაქვს რესპუბლიკურ საავადმყოფოსთან დაკავშირებით, მინდა მცირე ისტორიული ექსკურსი გავაკეთო, მოგეხსენებათ და საზოგადოებამ ეს კარგად იცის, რომ რესპუბლიკური საავადმყოფოს სახელით ყველასთვის კარგად ცნობილი აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა, მისი მშენებლობა ჯერ კიდევ გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან დაიწყო და გაიხსნა 1973 წელს. ეს მნიშვნელოვანია ითქვა სხვათა შორის მნიშვნელოვანი შტრიხია, რომ იმხანად ოფიციალურ დოკუმენტებშიც კი მოიხსენიებოდა ეს დაწესებულება როგორც გიგანტი და ეს იყო სამართლიანად მოხსენიებული. ეს იყო იმხანად, რა თქმა უნდა, სავსებით სამართლიანად ითქვა, პრაქტიკულად მექა არამხოლოდ მკურნალობისთვის და საზოგადოთა სამკურნალო სერვისების მიწოდებისთვის, არამედ იმავდროულად ეს იყო მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო კერა. ეს იყო, რა თქმა უნდა, უამრავი ინოვაციის, უამრავი წარმატების, უამრავი ახალი მოდელისა თუ ახალი მიდგომის დანერგვის, წარმატებულად დანერგვის ადგილი და რა თქმა უნდა, ამას შესძინა ამ დაწესებულებას 10 წლეულების განმავლობაში ის უზარმაზარი ავტორიტეტი, რომლითაც სარგებლობდა ბევრი წლის განმავლობაში. მაგრამ ეს, რა თქმა უნდა, თავისით არ მოდიოდა, ეს იყო, რა თქმა უნდა, ეს დაწესებულება ადგილი, სადაც სამჭედლო იყო ახალი სახელოვანი დიდი სპეციალისტების ჩამოყალიბებისთვის და რეალურად რომლებმაც შექმნეს მნიშვნელოვანი წილი შეიტანეს ქართული ჯანდაცვის სისტემის ჩამოყალიბებაში. და ასევე სამართლიანად აღინიშნა, რომ რესპუბლიკური საავადმყოფო ყოველთვის, როდესაც ქვეყნისთვის მძიმე პერიოდი იყო, ყოველთვის პრაქტიკულად ქართული ჯანდაცვის სისტემის ხერხემალი იყო და ეს კი ნამდვილად არის ქვეყნის მთლიანად უსაფრთხოების მნიშვნელოვანი ფუნდამენტი. რესპუბლიკური საავადმყოფოს ამჟამინდელი მდგომარეობა ყველას მოეხსენება და ეს არავისთვის დამალული არ არის, მართლაც არ იმყოფება სახარბიელო მდგომარეობაში, მისი მდგომარეობა დღეს არ არის ისეთი, რომელსაც ვისურვებდით, თითოეული აქ მყოფი ადამიანი და ამ ქვეყნის არაერთი მოქალაქე, ყველას გვაქვს ამბიცია და სურვილი, რომ ეს გარდაიქმნას დაწესებულებად, რომელიც იქნება, კვლავაც იქნება ფლაგმანი ქართული ჯანდაცვის სისტემაში, ეს იქნება დაწესებულება, რომელზეც დაშენდება ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი მიღწევა ამ ქვეყნისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ესეც აღინიშნოს, რომ ჩვენ შევეცდებით აი ამ დიდი სახელმწიფო კლინიკის განვითარების კვალდაკვალ
მაქსიმალურად უპასუხოთ იმ გამოწვევებს, რომელიც ზოგადად ჯანდაცვის სექტორს შეიძლება გააჩნდეს. არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ მომავალში პრაქტიკულად იმაზე დაფუძნებით, რომ საექსპერტო გამოკვლევების შედეგად ეს შენობა ახლა რომელშიც ვიმყოფებით, მის უკან მდებარე ძირითადი შენობა 12 სართულიანი ნაგებობა არის ნაგებობა, რომელიც ვარგისია ექსპლუატაციისთვის სავსებით და მას აქვს უნარი, რომ მომდევნო 10 წლეულების განმავლობაში მოემსახუროს ქართულ ჯანდაცვის სისტემას. ამიტომაც ჩვენ გეგმავთ, რომ ეს შენობა მთლიანად იქნეს რეაბილიტირებული და მაქსიმალურად იქნეს დაცული ყველა ის სტანდარტი და ყველა ის საჭიროება, რომელიც მიიჩნევა, რომ არის ყველაზე თანამედროვე და ინოვაციური მიდგომა სტანდარტი ზოგადად სამედიცინო სექტორში კლინიკების განვითარებისთვის. შენობა ვარგისია ამისთვის, შენობა ამას შეძლებს და რა თქმა უნდა ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრალური, ასე ვთქვათ, დაწესებულება მთლიან კომპლექსში, რომელიც იქნება წარმოდგენილი. თუმცა ამას სჭირდება სერიოზული რეაბილიტაცია, ეს რა თქმა უნდა მოითხოვს ძალიან სერიოზულ მიდგომებს, მაგრამ მნიშვნელოვანია ასევე აღინიშნოს, რომ ეს დაწესებულება მიუხედავად იმისა, რომ დიდ სირთულეებს შექმნის პარალელურ რეჟიმში მუშაობის გაგრძელება და ფუნქციონირების გაგრძელება და სამშენებლო და სარემონტო სამუშაოები რეალურად უწყვეტად გააგრძელებს იმ სერვისს, რომელსაც ის ახორციელებს. ასევე აღნიშნავს იმსახურებს, რომ ეს შენობა, რომელსაც დღეს ვსაუბრობთ, სამწუხაროდ იმ ხანად არსებული სტანდარტების მიხედვით გახლავთ აშენებული, ის თანამედროვე სტანდარტებს ყველა მხრივ ვერ უპასუხებს. გაჩნდა გარკვეული გამოწვევები, გარკვეული საჭიროებები, რომლისთვისაც აუცილებელი იქნება, აგერ არც თუ ისე მოშორებით უკან ეზოს მხარეს, სადაც არის პათანატომიის, ეგრეთ წოდებული პათანატომიის შენობა, მის ადგილას, მის ნაცვლად აშენდება ახალი, ასევე მულტიპროფილური კომპლექსის ერთი ნაწილი, ახალი შენობა, სრულიად ახალი შენობა, რომელიც პრაქტიკულად სრულად მოხსნის ყველა იმ საჭიროებას, რომლის საჭიროებად შეიძლება გააჩინოს ამ კონცეფციის განხორციელებას. ეს იქნება მათ შორის აქ ნახსენები ბირთვული მიმართულება თუ ნებისმიერი სხვა მიმართულება, რომელსაც სჭირდება სათანადო სამშენებლო, ახალი სამშენებლო სტანდარტების დაცვა და ამ მიმართულებით პროექტების განხორციელება. აქვე იქნება გათვალისწინებული სამომავლოდ ამავე ეზოში ფუნქციონირებს ეგრეთ წოდებული ბავშვთა ინფექციური საავადმყოფო, ამაზეც კონკრეტული გეგმა არსებობს და ვფიქრობთ, რომ ესეც მნიშვნელოვან წილად ხელშეუწყობს აი ცენტრად ამ დიდი დაწესებულების ჩამოყალიბების ამბიციურ გეგმას. არანაკლებად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში, სადაც დღეს გვაქვს სამწუხაროდ ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების დეფიციტი და ნაკლებობა, როგორიც არის მაგალითად სამედიცინო მარაგებისთვის განსაზღვრული კონკრეტული სასაწყობე მეურნეობა, თუ შეიძლება ასე დაერქვას. მოგეხსენებათ, რომ ეს GMP სტანდარტებთან თავსებადი დაწესებულება შენობა უნდა იყოს და შესაბამისად ასეთი შენობის მშენებლობაც იქნება გათვალისწინებული უშუალოდ ამ მიმდინარე მშენებლობის პროცესში. ასევეა გათვალისწინებული მნიშვნელოვანი მიმართულებების, პრაქტიკულად ყველა მიმართულებით, სადაც კი შეიძლება ქვეყნის სისტემის, ჯანდაცვის სისტემის თვალსაზრისით რაიმე ნაკლოვანება არსებობდეს, ყველა ამ მიმართულებით, ყველა მიმართულება დაიფარება აქ განთავსებული სერვისების მიხედვით. და ბოლოს არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ ესეც ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია მთლიანად ქალაქისთვის, ქალაქის ცენტრში იქნება ასეთი კლავაც დავესესხებით ძველ წყაროებს და ვიტყვი, რომ გიგანტური ზომის და მასშტაბის დაწესებულება, რომელსაც ექნება არაჩვეულებრივი სარეკრეაციო ზონა, რომელიც იქნება, რა თქმა უნდა, ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი სივრცე იმ თვალსაზრისით, რომ ქალაქს კონდეს სარეკრეაციო სივრცეები დაცული, რაც რა თქმა უნდა, ნებისმიერი ქალაქისთვის არის უმნიშვნელოვანესი მიმართულება. პროექტის განხორციელებაზე, როგორც აღინიშნა, ჩვენ რა თქმა უნდა, შევეცდებით მაქსიმალურად სწრაფად, მაგრამ ჩვენი გათვლებით და გეგმებით ეს იქნება დაახლოებით მომდევნო 4 წლის განმავლობაში, როდესაც ჩვენ დავასრულებთ მთლიანად ამ სარეაბილიტაციო, სამშენებლო და ყველა სახის, ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რომელიც მოიცავს სხვათა შორის არა მხოლოდ უბრალოდ მშენებლობას, არამედ აღჭურვას ამ დაწესებულების და ისეთი მნიშვნელოვანი კაპიტალური რეაბილიტაციაა გათვალისწინებული, როგორიც არის, არ ვიცი, წყალარინების სისტემა, ვენტილაციის სისტემები და სხვა ბევრი რამ, რომელიც უაღრესად დიდი მნიშვნელობის არის თანამედროვე სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. როგორც აღინიშნა, საორიენტაციო ბიუჯეტი ჩვენი გამოთვლებით ყველა იმ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, რაც მათ შორის საერთაშორისო ექსპერტებისგან არის რეკომენდირებული, რომ ჩვენ უნდა ვაკმაყოფილებდეთ ყველა ამ საჭიროების დასაკმაყოფილებლად, ყველა იმ მთლიან
მთლიანად მთელი პროექტის განსახორციელებლად საორიენტაციო ბიუჯეტი იქნება 160 მილიონი ლარი, რომელსაც დავხარჯავთ და რომლის შედეგადაც რეალურად პრაქტიკულად ყველა გამოწვევა იქნება დაძლეული ამ მიმართულებით. და აღსანიშნავია, რომ სამშენებლო კიდევ ერთხელ მინდა ეს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამ სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების პარალელურად რეალურად აქ დაწესებულება ფუნქციონირებას არ შეწყვეტს, ეს იმისთვის, რომ თითოეული თანამშრომელი იყოს დაცული და თითოეული თანამშრომლისთვის იყოს უზრუნველყოფილი იმ მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულება, რომელიც მათთვის განსაკუთრებული, ასე ვთქვათ, პატივისცემის საგანია, განსაკუთრებულად სენსიტიურია თითოეული მათგანისთვის ეს სფერო და განსაკუთრებულია მათი, ასე ვთქვათ, კორპორატიული პატრიოტიზმის ის დამოკიდებულება, რომელიც თითოეულ მათგანს გააჩნია. აღინიშნა აქ და კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ დაახლოებით მინიმუმ 700 საწოლზე იქნება გათვლილი მთლიანად ახლად ჩამოყალიბებული ეს კომპლექსი და სადაც პაციენტები შეძლებენ, რომ პრაქტიკულად უთანამედროვესი, ყველაზე მაღალი დონის სერვისების მიღება შეძლონ. Ფიქრობ, რომ ამგვარად მათ შორის საერთაშორისო რეპუტაციასაც შეიძენს ეს დაწესებულება და ბევრწილად მნიშვნელოვან სიტყვის ეს დაწესებულება ქართული ჯანდაცვის სისტემის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ასევე მნიშვნელოვანი პრიორიტეტი უნდა გამოიყოს და სხვათა შორის ესეც განსაკუთრებულად აღნიშვნას იმსახურებს, რომ გაგრძელდება, როგორც ეს თავდაპირველად იყო ჩაფიქრებული სხვათა შორის, რომ სამედიცინო სერვისების პარალელურად აქ მიმდინარეობდეს აქტიური საგანმანათლებლო მუშაობაც. ამაში ძალიან დაგვეხმარება ის გარემოება, რომ ჩვენი საუკეთესო მეზობელი, კარგი სამეზობლო ყავს და ამ თვალსაზრისით სამედიცინო უნივერსიტეტის აქ ყოფნა არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი. ალბათ ეს ტრადიცია, რომელიც დღემდე უწყვეტად ნარჩუნდება და ხორციელდება და აქტიურია, არის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი და დასაფასებელი. ეს ქმნის რეალურად აი ეს სიმბიოზი განათლებისა და უშუალოდ პრაქტიკული საქმიანობისა ქმნის რეალურად საწინდარს, კარგ ფუნდამენტს იმისთვის, რომ რეალურად სისტემა წარმატებულად განვითარდეს. და ძალიან დიდი იმედი მაქვს და გულწრფელად ვუსურვებ, რა თქმა უნდა, ამ დაწესებულებას რესპუბლიკურ საავადმყოფოს, რომ მან ღირსეულად გააგრძელოს ქართული მედიცინის ეს მნიშვნელოვანი ტრადიციები, რომელიც აქ ამ დაწესებულებაში გვაქვს და რომელიც სამომავლოდ აუცილებლად გაფრთხილებული იქნება. ყველას მინდა წარმატება გისურვოთ, მადლობა გადაგიხადოთ დღეს აქ მობრძანებისთვის და სამომავლო თანამშრომლობის იმედით ახლა დავასრულებ საუბარს. დიდი მადლობა.